გორის ახალ სოფელში ვართ. კი ქარს მიაქვს აქაურობა, მაგრამ ნაშრომის ნახვა შეიძლება. როდის დარგეთ ეს ხარისგულები? ნახე როგორები ასხია. ივნისის დასაწყისში. ივნისის დასაწყისში დაურგავს. თათრიშვილების ოჯახში ვართ. თქვენი შვილი ჩემი მოსწავლეა. კი. საკმაოდ კარგი მოსწავლე გამიზარდა. აი, მოსწავლე გამოდგა. ნახე მარიამ როგორები ასხია, აგერ შეხედე. სარზე პირველად აიყვანეთ? კი. კახეთში კი მეხუთელავიდან ვარ და სულ სარზე ახავდა ცხონებულ მამას და აქ ახლა პირველად ავიყვანეთ. ურიაში 3 მეტრამდე იზრდება. ოჰო, რა კარგად არის მშვენივრად ჯვარის წერია, ნახე რა კარგია. კარგები ასხია, ნახე. მშვენიერი საღი ნაყოფი აქვს. წვეთოვანი აქვს გაკეთებული და კარგად ასხია. კი. წყალი თვითონ ირწყვება იმითი, წვეთოვნით. კი, დაბრუნებული გვაქვს საქმე და გათოხნით. რა თქმა უნდა. იქით პამიდორის სულ ძირს არის, არა? კი, ის წითელი პამიდორია და სლივკა. სლივკა. კი. რა კაია, სათესლე გვექნება წელს კარგები. კი, აი. აი, შეხედე როგორებია. აი, როგორებია. ნახეთ. ესეთ პამიდორს უსაროთ რომ მქონდა, საერთოდ ერთიც არ მომიწყვეტია. არა, უსაროთ არ გამოვა. ეს ის ჯიშია, რომელსაც არი უნდა. კი. გაისისთვის ცოტა მაღალი სარები უნდა ვიყიდოთ. მე მგონი, მაგრამ თუ შორს ამგონი რიგი, ეს საკმარისი არ არის? აქ წიწაკა უნდა დამერგო, მაგრამ არ მინდა მეთქი წიწაკა მეტი რა თმინდა და ეს მინოს თესლები გამოვიყვანე და დავრგე ეგ. ამას ქვია რომ გაძიძებული ყავს პამიდორი გორში. ეს გურული პამიდორი გორში. მაგრამ ადვილი აქვს მოსასწველად, წასასწველად, წასაღებად. ნერგის მოსაწოდებლად, რამე ადვილია ამ ხალხთან მუშაობა. იქ ძნელია კაცო გურიაში. ოჰო. არქია. იქეთაც კარგები ასხია. იმედიანად ვარ აღარ მეშინია სათესლე გვექნება. კი. აი, ვაშლებიც ვნახოთ და აღარ შევაწყინოთ ამ ხალხსთან. წელს გვიანი წელია და წელს ისეთი წითელი არაა, შარშან ისეთი სანახავი იყო ამ დროს. კი. ნახე რა კაი რიგები აქვთ. რამ სიგრძე რიგები აქვთ. თორე გიორგის მოვლა არ დაუკლია, მაგრამ მაინც ამინდებმა ჯანმრთელად იყავით, დანარჩენი იქნება ყველაფერი. საცდელად თათრიშვილების ოჯახში დავთესეთ გოგრები. აი ეს ჩქინობრე კოპეშიას რო ვეძახით და მშრალი რომ არ მოგვისინჯავს აქამდე არასდროს აღმოსავლეთში და ვნახოთ რა გამოვა. აბა ვნახოთ. ეს არაა ცუდი. აი ესეც კარგად ჩანს, ამას ვარდისფერი რომ ურევია, კაია. ნეტა მშრალი გამოვა, აქ ძალიან ნესტიანია. ხო და აი მაგას ვიძახი, მე ცულეს წვიმები რო დაერთო. თორე თვითონ ჩემი გოგო რა მეც რაც მითესია, ისიც ძალიან ტკბილი და მშრალია ხოლმე. აი ესეც. აი იქეთ. ხო, კაი დიდები კია, აი ნახე რა ხელა გამოსულა. ესეც. ისეც. ნახე რა ხელა. აი აქეთ. თქვენების გაჩვენეთ ის თქვენი ჯიშები. აი, აჭარული. ოხ, რა კარგია. არაფერი ამას წყლის მეტი არ უნახია. ეს 30 კილო გამოვა. მოვწეთ და მე წვიმებიც თან დაერთო. აი ისეც. იქაც კაი დიდია. სასუქი რამე არ მიგიციათ არაფერი. არაფერი, იმიტომ რომ აქ სუნაპატივარი ადგილია ეს ნაკვეთი და თანა პლანტაჟით არის მოხნული ეს. ეგ რას ნიშნავს პლანტაჟით მოხნული? აი ღრმად რო ხნავენ. ღრმად. კი. აი ესეც. ეს თავამდე ესე აყოლებაზე ეს თქვენი თესლის არის. თქვენები ვნახოთ აბა. კი ბატონო, იქეთ გადავიდეთ მაშინ. გადავიდეთ საითაც მეტყვით.
კი რომ იგეცათ ალბათ 100 კილოიანები გახდებოდა. ხო, არა. კაია რო არ მიეცით. არა. იმიტომ რომ სასუქი გააწყლიანებს ამას აზოტი. კი. ამის მთავარი ამბავი ის არის რომ მშრალია. ნახეთ აბა ეს. ოჰოჰო. ძალიან კარგები აქვს. ამისი თესლი, სამი ბუდნა დავთესე და ნინომაც რომ ჩამომიტანა, ნინოსიც ესეთია. ხო, ეგ ჩემი არ არის, მაგის ამბავი მე არ ვიცი. კი. გემოზე რა გამოვა არ ვიცი, თუ გამოვა ისეთი მშრალი დასავლეთში რომ გამოდის და ასე სანახავად ძალიან კაია. აი ეს წვიმები რომ იყო. ხო, აქაც როგორი აბალახებულია ყველაფერი. ისეთი მოვლილი იყო, მაგრამ მაინც გვაჯობა. ეს შემოგვეგება აგერ, ნახე? თუ დაგვემშვიდობა წასვლამდე. ეს რაღაცა ექსპერიმენტია. რომ შეხედავ გეგონება არაფერი არაო და რომ დააკვირდები მშვენივრად. ისია თუ ასეა შრომა მაინც თლათ ისე არ გაწირავს ღმერთი არა ადამიანს, რაღაცას მაინც. რა თქმა უნდა. იცოცხლეთ, ძალა მოგცეთ გამჩენმა ღმერთმა. გაიხარეთ, მადლობა დიდი.